შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს. Დღევანდელ სასამართლო პროცესზე წერილობითი მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ, ასევე ნივთიერი, რაც დაადასტურებს იმას, ლევან ჯანგველაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვალთვალი, როდესაც ხორციელდებოდა მოკლულ ბიზნესმენზე, რომელი ბრალდებული რა დროს და სად გადაადგილდებოდა. ეს პროკურორის განცხადებით არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება და დაადასტურებს სწორედ იმას, რომ შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ყველა ბრალდებული ერთმანეთთან აქტიურ კომუნიკაციაში იყო და ისინი სწორედ უთვალთვალებდნენ ლევან ჯანგველაძეს, ფლობდნენ ინფორმაციას მის გადაადგილებასთან დაკავშირებით და ამის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ ეგრეთ წოდებულ killers გელა უძილაურს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა დაასრულებს თუ არა მტკიცებულებების გამოკვლევას ბრალდების მხარე. დასაკით პირთა სიაში ჯერ კიდევ არიან ის პირები, რომლებიც ამ საქმეზე არიან ბრალდებული ან მსჯავრდებული, მათ შორის უშუალოდ გელა უძილაური, ასევე სხვა ბრალდებული პირები, რომელიც არიან ბაღდავაძე, კაჭკაჭაშვილი. ბაღდავაძეს უკვე ნათქვამი აქვს უარი ერთხელ, თუმცა შესაძლოა რომ პროკურატურა მოითხოვოს მისი იძულებით მოყვანა. კაჭკაჭაშვილმა კი უარი თქვა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ასევე სანდრო წივწივაძე არის ამ საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელიც შესაძლოა მოიყვანოს ბრალდების მხარემ, თუმცა ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ამ დროისთვის გამოკვლეული მტკიცებულებები არაფერს ადასტურებს და შეკვეთილი მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ დგინდება. ბრალდების მხარე აგრძელებს თავის მტკიცებულებების გამოკვლევას, მაგრამ უკვე მეორე პროცესია, ვინმე მოწმე მათი მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. გრძელდება ელექტრონული მტკიცებულებების გამოკვლევა, თუმცა რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინოს თუ კი აქვს ასეთი მტკიცებულებები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ორგანიზების ნაწილში. თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, ასეთის წარმოდგენა ფაქტობრივად შეფერხებულია, რაც შეეხება იმ მტკიცებულებებს, რაც უკვე გამოიკვლიეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით, რომ გიორგი მიქაძე და დავით მიქაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში რაიმე ფორმით ჩართული იყვნენ, არ დასტურდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე გააგრძელებს მტკიცებულების გამოკვლევას, გამოვიკლებთ როგორც წერილობით, ასევე ნივთიერ მტკიცებულებას, მათ შორის იმ ვიდეო მასალას, რომელიც არ გამოკვლეულა, ამ შემთხვევაში თაუერის კამერებზეა საუბარი და ბრალდების მხარე შესაძლებელია დღეს დაასრულოს მტკიცებულების გამოკვლევა, გააჩნია დროის ფაქტორს და იმის გათვალისწინებით თუ ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სხვა მოწმეების დაკითხვა უკვე ამ საკითხზე იქნება ირელევანტური ბრალდების მხარის მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარისთვის ის რაც დეტალური არაფერს არ ნიშნავს, ბრალდების მხარისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ ვიდეო მასალაზე საუბარი, აქ არის გადაადგილებაზე იმ დროის პერიოდში, როდესაც უკვე იწყებოდა ლევან ჯანგველაძის საქართველოს ჩამოსვლის თვალთვალი. სასამართლო პროცესს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი წუთი-წუთზე გახსნის. სასამართლოში უკვე ეტაპირებულია გიორგი მიქაძე, ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული და ერთადერთი პირი, რომელიც საქართველოში იმყოფება. დანარჩენი ორი ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია, რომ არიან ძებნილად გამოცხადებული გიორგი მიქაძის ძმა დავით მიქაძე და ასევე მათი გარემოცვის წევრი გიორგი ჯოხაძე. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, როგორც სხვა სხდომებს, გიორგი მიქაძე დაესწრება, თუმცა უცნობია დააფიქსირებს თუ არა საკუთარ პოზიციას. ჩვენ ვიცით, რომ მიქაძეს უნდა ჩვენების მიცემა სასამართლოსთვის და სავარაუდოდ ის იქნება სწორედ დაცვის მხარის მოწმე.